მამაჩემი ქართველი იყო, დედაჩემი ნახევრად გერმანელი, ნახევრად ბენდერი. ამიტომ აქედან გამომივიდა ეს აჯაფსანდალი, აი ესეთ შერეული სისხლის მატარებელი ვარ. ძალიან ბევრი რამე გადაგხდა თავს, შენც და შენს ოჯახსაც. აი, რა არის ერთი რამ, რაც გახსენდება დედაზე და ერთი რამ, რაც გახსენდება მამაზე? რო ფიქრობ შენს მშობლებზე. ისტორიულად ჩემი მამის ფესვი იბადება მესხეთში. მამაჩემის დედის ფესვები იბადება გურიაში. ხო? ბებიაჩემი ძალიან მცირე ასაკში მამაო იყო მისი მამა და მაშინ მამაოებს არ ჰქონდათ ეს საშუალება, რომ ესეთი ცხოვრება, ლაქშერი ცხოვრება და ამიტომ შვილი გააჩუქეს, ბებიაჩემი გააჩუქეს ფრანგ მეცენატზე, რომელიც ასპინძის რაიონ სოფელ ხიზაბაურაში იყო მოძღვარი, კათოლიკე მოძღვარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემის მამა იყო მართლმადიდებელი მამაო გურიაში, არ ქონდა მის საშუალება, რომ შვილისთვის მიეცა განათლება და მიეცა ის ცხოვრება, რომ ყოფილიყო განსაკუთრებულად დახვეწილი ქალბატონი ეკატერინე ანთაძე ბაღდოშვილისა, ესე მთხოვა, რომ მის საფლავის ქვაზე დამეწერა. და დღემდე მოვიხსენიებ ეკატერინე ანთაძე ბაღდოშვილისა. ესე უყვარდა, ესეთი არისტოკრატი ქალი, თან ცოტა სენტიმეტრებში გადავდივარ. იყო ულამაზესი, არასდროს მინახავს მის ფშხილზე აწიხილი ფშხილის ლაკი, აწიწილი თმა, ნაწნავი ქონდა კოჭებამდე და დღეში სამჯერ ამოიღებდა თავის ბიბლიას, თავდაცულობდა თან ამ თმას ივარცხნიდა. მოკლედ ეს იყო მისი ყოველდღიური რიტუალი. სუცრემლი გადგება რო ლაპარაკობ ბებიაზე, ხო? შეაჩერე ცოტა ხანი? გადმომე და მეც. ხელსახოც რატომ აბღავლე? ბეგალა ვერ გავიგი. ხელსახოც მოგვეც. თარიცი რა არის, რომ ეს პერიოდი არის, რომ მე მომიწია პირველი მიგრაცია მოსკოვში. 90-იანების დასაწყისი არის და მისი სიკვდილი ისე მოვიდა, რომ მე ვერ გავიგე. რომ დაიგზალა მე გავიგე. თან ბოლო სანამ წავიდოდი მამაჩემის სიკვდილის მერე ალბათ 1-4 წელი მასთან ერთად ცხოვრობდი. ვერს ნიშნავდა შენთვის. კი.